ამ მატერიალურ ყოფობაში ბევრნაირი შიში არსებობს. უფრო სწორად, ბევრი რაღაცა არსებობს, რაც ადამიანს შიშს გვრის. აი, საღვთისმეტყველო თვალსაზრისით შიშის დასაბამი არის, როდესაც ადამი და ევა, ანუ ჩვენი პირველი მშობელნი, ცოდვით ეცემიან. ადამი და უფალი ჩვეულებრივად საუბრობდნენ ყოველ დღე. როდესაც უკვე ადამმა და ევამ მიიღო ის ნაყოფი, შემდგომ წმინდა წერილში საუბარია, რომ ღმერთი ედემში სამოთხის ბაღში მიმოდიოდაო და ადამმა გაიგო ღმერთის ეს ხმა, მიმოსვლის ხმა და მას შეეშინდა. და უფალი ეკითხება მას, რომ ადამ სად ხარ? ეძებს ახლა უფალი ადამს და ეუბნება ადამ სად ხარ და ადამიც ასეთ რამეს პასუხობს, რომ უფალო შენი ხმა გავიგე და შემეშინდა, რადგან შიშველი ვიყავიო. და უფალი ასეთ საინტერესო პასუხს ცემს. ვინ გითხრა შენ რომ შიშველი ხარო? ის ნაყოფი ხო არ გიჭამია მე რო აგიკრძალებ. აი აქედან მოყოლებული უკვე ადამიანის ბუნებაში შემოდის ძალიან ბევრი რაღაც, ბევრი რამე ჩნდება ადამიანის ბუნებაში. ოღონდ ისეთი რაღაცები შემოდის, რომელიც აუცილებელია ეს რაღაცები, რაც ცოდვით დაცემის შემდგომ შემოდის, აუცილებელია იმისთვის, რომ ვიარსებოთ ამ ქვეყნად. რომ ყოფობა შეიცვალა ჩვენი. და აი ამ გარემოში ჩვენი მყოფობაც ანალოგიურია ამ გარემოსი. და აი ამ უნართა შორის ერთ-ერთი უნარი, რაც ჩვენს ბუნებას აქვს, არის შიშიც. ისი თქმა მინდა ამით, რომ შიში ეს არის ჩვენი ბუნების, დაცემული ბუნების ნაწილი. უფრო კი ასე გამოითქმის სწორად. ჩვენი ბუნების სისუსტეა შიში. და შიშის საფუძველი არის რა? უცოდინრობა. აი ყველაზე მეტად რაც ადამიანს შიშს გვრის, არის ის, რომ მან არ იცის რა იქნება ხვალ, არ იცის მომავალი. ანუ ადამიანს უფრო მეტად ეუფლება უცოდინრობიდან მომდინარეობს შიში, ხო? და რომ არ იცის ხვალდაზეგ რა იქნება. თუმცა არის რაღაცა ბუნებისეული შიშებიც. აი მაგალითად, წმინდა იოანე დამასკელი შიშის 6 სახეს გადმოგცემს. შიში, ყოყმანის შიში, რაც საქმის გაკეთებამდე აქვს ადამიანს. განცვიფრების შიში, როდესაც ადამიანი რაღაც დიადს ნახავს. აი მაგალითად ადამიანი მთებს რო ხედავს, ალპებს ხედავს და ამით შინაგანი მოშიშება ეუფლება. შეძრწუნების შიში, როდესაც ადამიანი რაღაცა უცხოს, უცნაურს, არალოგიკურს რაღაცა საოცარს ნახავს. სირცხვილის შიში არსებობს, რომ ვინ ისეთი რამე არ გააკეთოს, ვინ მისგან გასაკიცხი არ გახდეს, ვინმე არ დასაჯოს ის, ხო? შიში არ არის ცოდვა. არსებობს ადამიანი, რომელსაც არ ეშინია. თვით უფალსაც, ქრისტესაც ჰქონდა ეს შიშის განცდა, შიშის გრძნობა. მაგრამ მაცხოვარს ჰქონდა ეს შიშის გრძნობა არა იმიტომ, რომ მან რაიმე არ იცოდა მომავლის, არა, მან ყველაფერი კარგად იცოდა და რადგან იცოდა, ამიტომაც ეშინოდა. და მან იცოდა, რომ ეს რა ვნება მოუწევდა მას, რა ტკივილი მოუწევდა მას. და ეს ლოცვათა ლოცვა, ხო, გეციმანის ბაღში რომ მიმართავს მამას და უფალო ამარიდე ეს სასმისი, რადგან შეთვის ყველაფერი შესაძლებელია და იყოს ნება შენი და არა ნება ჩემი, ასე დაურთავს. ანუ მაცხოვარსაც შიში აქვს და ეს რას ადასტურებს? ადასტურებს იმას, რომ მაცხოვარი იყო რა სრული ღმერთი, ის იყო სრული ადამიანიც და რასაც ცნობდა, განიცდიდა, ტკიოდა, ის მართლაც ტკიოდა და განიცდიდა, როგორც ნამდვილ ადამიანს უტკივა, განვიცდით და გვეშინია. აი მაცხოვრის შიში სწორედ მისი კაცობრივი ბუნების სინამდვილეს ადასტურებს, როგორც ამას საღვთო მამები, ეკლესიის მამები განგვიმარტავენ. პავლე მოციქულსაც ჰქონდათ შიში, მიუხედავად მისი სიდიადისა. პეტრე მოციქულსაც მიუხედავად მისი სიდიადისა, წმინდა გიორგის ჰქონდა შიში, მიუხედავად მისი სიდიადისა. ეს ადამიანური ბუნების გამოვლინებაა. მაგრამ ის რაც უნდა ვიცოდეთ, ძალიან გთხოვდა დავიმახსოვროთ, არის ის, რომ ამ შიშებიდან, ამ მრავალი შიშებიდან ზოგიერთ მათგანს შეუძლია ჩვენი სულის წარწმედა, შეიძლება ჩვენი სული წარწმიდოს, მაგრამ არის კიდე წმინდა შიში, რომელსაც შეუძლია ჩვენთვის გახდეს მოტივატორი, ანუ მოტივაცია მოგცეს კეთილისკენ, ღვთისკენ წარვიმართოთ. შიში ჩვენთვის სულიერ სამყაროში მოქმედებს როგორც მოტივატორი, ანუ ბიძგის მომცემი, მოტივაციის მომცემი, რაღაცა ძალის მომცემი. არის კიდევ სხვა უკეთური შიშიც, ბოროტის შიშიც, რომელსაც წმინდა მამები უწოდებენ გამადიდებელ შუშას. და რამ ხრივ გამადიდებელ შუშას? რაღაცა პრობლემას ისე დიდად მოგვაჩვენებენ, ისე რაღაცა წარმოუდგენელ რაღაცა დაბრკოლებად მოგვაჩვენებენ, რომელიც სინამდვილეში შეიძლება სულაც არ არის ასეთი. სინამდვილეში არ არის ასეთი. ანუ რაღაცა ლექს ლომად მოგვაჩვენებენ. რაღაცა უმნიშვნელოს ძალიან მნიშვნელოვნად მოგვაჩვენებს. არის ასეთი ბოროტული, უკეთური შიშიც. და აი ასეთი შიში არის სახიფათო და უნდა ვერიდოთ ასეთ შიშებს.
არის კიდევ უკეთური ბოროტი შიში, როდესაც ადამიანი მატერიალურზე ისე არის დამოკიდებული, რომ ამის დაკარგვა ეშინია და ამის დაკარგვას სიცოცხლის დაკარგვა ურჩევნია. მაგრამ არის კიდე წმინდა შიში. და ეს წმინდა შიში არის ცოდვის შიში, რომ ჩვენ ქრისტიანებს უნდა გვქონდეს ერთადერთი შიში და ეს დაგვაქვს ეს შიში და ეს ერთადერთი შიში არის ცოდვის შიში, ცოდვის ჩადენის შიში. რადგან ერთადერთი ცოდვაა, რომელიც ჩვენ უფალს გვაცილებს, უფალს გვაზიზღებს, უფალს მოვიმდურებთ ერთადერთი სწორედ ეს ცოდვა. და წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, რომ ადამიანს, რომელსაც ცოდვის შიში აქვს, მას აღარაფრის აღარ ეშინია. ერთადერთი მხოლოდ ცოდვაა, რომლის შიშიც უნდა გვქონდეს ჩვენ. და ცოდვისადმი შიში ეს ნიშნავს ღვთისმოშიშებასაც. და ღვთისმოშიშება ეს არის სიბრძნის დასაბამი. ვისაც ღვთისმოშიშება აქვს, მას აქვს მოპოვებული სიბრძნის სათნოება. სხვა არის ჭკვიანი. მაგრამ ჭკვიანმა შეიძლება უკეთურებაც გააკეთოს. მაგრამ ბრძენი არასოდეს ჩაიდეს უკეთურებას. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბრძენნი. და იმისთვის რომ ვიყოთ ბრძენნი, აუცილებელია გვქონდეს ღვთის შიში. ღვთის შიში კიდე მოიპოვება ცოდვის ჩადენის შიშით. ხოლო რაც შეეხება იმას, როგორ დავძლიოთ ჩვენ ეს მატერიალურისა და ამ ქვეყნიური შიში, ვიცოდეთ თქვენ ყველამ კარგად ვიცით. თუ არა და შეგახსენებთ მე რომ შიშს ძლევს სიყვარული. სიყვარული. სადაც სიყვარულია, იქ არ არის შიში. რატომ არ არის შიში? იმიტომ რომ სადაც სიყვარულია, იქ არსებობს ცოდნაც. და სადაც ცოდნაა, იქ აღარ არსებობს შიში. აღარ არსებობს შიში. აი მაგალითად, იმ ქვეყნიური ცხოვრება არ ვიცით, იმ ქვეყნიური ცხოვრება არ ვიცით, მაგრამ გვიყვარს ღმერთი. გვიყვარდება ღმერთი, ღმერთთან ერთად ცხოვრობთ. და უფალიც არის პიროვნება ხო და უცხადებს ადამიანს იმ ქვეყნიურ მყოფობას. და ადამიანს, რომელსაც იმ ქვეყნიური მყოფობისა ეშინოდა, იცხოვრებს რა ქრისტეთი, იცხოვრებს რა ქრისტესადმი სიყვარულს მოიპოვებს რა, ღმერთიც უცხადებს მას იმ ქვეყნიურ მყოფობის ამბებს და უკვე ცოდნა მოდის მასში და აღარ ეშინია უკვე არც გარდაცვალების, არც იმ ქვეყნიური მყოფობის. აი ეს მატერიალური ცხოვრებაშიც გვეხმარება ქრისტესადმი სიყვარული, რომ დავძლიოთ ნებისმიერი სახის შიში. როცა უფალი გვიყვარს, როცა უფალი კი არ გვწამს, არა, ეს რწმენა, ეს დაბალი ხარისხია, სიყვარულია საჭირო. ჩვენ ქრისტიანები ყოველთვის წინ უნდა გავწვდეთ. პავლე მოციქული გვასწავლის, რომ ასეთ რამეს ამბობს, რომ უკანას ამას დავივიწყებ და წინას ამას გავწვდებიო. ანუ რაც გამიკეთებია, იმას დავივიწყებ, დავიწყებული მაქვს, თითქოს არაფერი გამიკეთებია და წინ კიდე განვითარდებიო, კიდე წინ მივდივარო, კიდე წინ წავალო. აი ეს არის ჩვენი მნიშვნელოვანი, ეს ვიცოდეთ ჩვენ ქრისტიანებმა, რომ მარტო რწმენა კი არა, რწმენა ეს დასაწყისია, საფუძველთა საფუძველია, მაგრამ რწმენაზე არ უნდა გავჩერდეთ, წინ უნდა გავწვდეთ, მარადის წინ უნდა ვიაროთ და წინ არის რა? სიყვარული, როგორც ივანე კლემაქსი, ანუ ივანე კიბის აღწერელი ამბობს. წმინდა ივანემ კლემაქსმა დაწერა ასეთი ასკეტური ბიბლია. ეს ასკეტური ბიბლია, ასკეტ მამათა ბიბლია, ანუ ყველა ბერმონაზვის ბიბლიაა ეს წმინდა ივანე კიბის აღწერელის ეს წიგნი. და სათნოებებს განიხილავს. სულ 30 საფეხურია. 30 საფეხურია და ბოლო 30-ე საფეხური არის სიყვარული. სიყვარული. ამიტომ სიყვარული ეს რთული მისაღწევია, თუ რაც სამოღვაწეოა, გამოსამუშავებელია, რთულად მოსაღვაწებელია, მოსაფუტკრებელია, ეს მოსაგროვებელია სიყვარული, მაგრამ შეუძლებელი არ არის. აი ეს სიყვარული, ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული განდევნის ყველანაირ შიშს. თავებსაც აუცილებლად მეტი უნდა მოვთხოვოთ. მე ყოველთვის ამას გეუბნებით. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის, რომ მარადის საკუთარ თავზე მაღლა იყავითო. ქრისტიანებო, ამას გვასწავლის ჩვენ მე-4 საუკუნეში კონსტანტინოპოლის მრევლს ეუბნებოდა ამასთან. ანუ ჩვენც გვეუბნება ამ ჰომილიაში, ამ ქადაგებაში, რომ მარადის საკუთარ თავზე მაღლა. ჩვენც ქრისტიანები მარადის ჩვენ თავზე მაღლა უნდა ვიყოთ. ანუ ეს რას ნიშნავს? ყოველთვის და მარა ყველანაირ სიტუაციაში, ყველანაირ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ. ყოველთვის ზოგჯერ ადამიანი არის გამოუვა მდგომარეობაში. მაგრამ რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის მეტი მოვთხოვოთ საკუთარ თავს. მეტი რწმენაც, მეტი სიყვარულიც, მეტი მოთმინებაც, მეტი, რავი, ყველაფერი გამტარობა, ამტარობა, მეტი. იმიტომ რომ მხოლოდ აი ვინც გარდა ამეტებს, ის ცხონდება. ვინც გარდა ამეტებს, ის ცხონდება. ჩვენ უნდა გარდა ვამეტოთ. ანუ მარადის ჩვენ თავებს უნდა აღვემატოთ. მარადის ჩვენ თავზე მაღლა უნდა ვიდგეთ, რომ ღირსით გავხდეთ ცათა სასუფევლისა. ძალიან დიდ მადლობას გიხდით დონაციისთვის. უღრმესი მადლობა ყველას.